როგორ არ გადავცეთ შვილებს ტკივნეული საოჯახო სცენარები. ხანდახან მშობლები თვითონ იზრდებოდნენ კრიტიკის, შედარებების, ემოციური სიცივის გარემოში. და ამის გამო ზრდასრულ ასაკში მათ შეუძლიათ გაუცნობიერებლად ელოდნენ შვილისგან იდეალურობას, კარგ ნიშნებს, ქცევას, წარმატებებს, რომლითაც შეუძლია მშობელს იამაყოს. მაგრამ ბავშვი არ უნდა გახდეს მშობლისთვის იმის მტკიცებულება, რომ კარგი მშობელი ხართ. როცა სიყვარული დამოკიდებული ხდება შედეგებზე, ბავშვი აღიქვამს, რომ მხოლოდ მაშინ მაფასებენ, როცა მოლოდინებს შევესაბამები. რისი გაკეთებაა შესაძლებელი? პირველი არის ის, რომ შეამჩნიოთ საკუთარი ქცევები, რეაქციები. თუ შვილის წარუმატებლობა, მიღწევები დიდ დაძაბულობას იწვევს თქვენში, კითხეთ საკუთარ თავს. მე ახლა მასზე ვფიქრობ, თუ რაღაცის დამტკიცებას ვცდილობ მისი მეშვეობით. მეორე, მიეცით ბავშვს უფლება იყოს ჩვეულებრივი. მას აქვს უფლება დაუშვა შეცდომები, გაბრაზდეს, ან უბრალოდ მოიწყინოს. ასევე აქვს უფლება იყოს არაიდეალური და არ შეესაბამებოდეს თქვენს მოლოდინებს. ეს არ ხდის მას ცუდად. და მესამე, დაკავდით საკუთარი შინაგანი მდგომარეობით და ტრაუმებით. თუ თქვენი თვითშეფასება გარე მიღწევებზე დგას, დიდი ალბათობით გააკონტროლებთ შვილსაც. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ფოკუსი მოაბრუნოთ საკუთარი თავისკენ, საკუთარი შიშებისკენ, სირცხვილისკენ და მოწონების სურვილისკენ. არ არის აუცილებელი და ვერც იქნებით იდეალური მშობელი. საკმარისია გახდეთ ზრდასრული, რომელიც ამჩნევს საკუთარ სცენარებს და მუშაობს მათზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი შვილისთვის.